სრულიად ენერგიული კოლექტივი, სრულიად ახალგაზრდა. მოგონებები დაბრუნებამდე. ასე ეწოდება ნაირა მარშანიას წიგნს, რომლის პრეზენტაცია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა. წიგნში გადმოცემულია 1992-1993 წლების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ემოციური მოგონებები. კრებულში თავმოყრილი ჩანახატები რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მათ შეასახულია ომის პერიოდში ქართველი და აფხაზი კოლეგების ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის არაერთი მაგალითი. წიგნის ავტორს საქართველოს მწერალთა კავშირის სახელით ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია გადაეცა. ნაირა მარშანიას წიგნი სწორედ მადლიერების წიგნია, სიყვარულის წიგნია და თავისებური ხიდი ქართველ და აფხაზ ხალხთა შორის. სწორედ ამიტომ მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით დღეს ქალბატონ ნაირა მარშანიას გადაეცა ნიკო ნიკოლაძის პრემია. იდეა წამომივიდა ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩემს ახლობელთან რუზგენ ბერიშვილთან ვიყავი. ვისაუბრეთ ბევრი აფხაზეთს და მოვიგონეთ ის აუბედითი დღეები, რომელიც იყო 92-93 წლებში. მოვიგონეთ ჩვენი თანამშრომლების განვლილი გზა, რომელიც იყო ძალიან დატვირთული ემოციებით, ტრაგედიით, დარდით და რაღაცნაირად ვიფიქრე, რომ არ უნდა დაიკარგოს ეს განვლილი მაგათი გზა, გმირული გზა, ჩვენი ღირსეული მამულიშვილები არიან და ისტორიას უნდა ცოდნო და რა გააკეთეს მათ იმისათვის, რომ ქალაქი გადაერჩინათ. წიგნი არის გრძავნილი ჩვენი აფხაზი კოლეგების მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ შორის ჩატეხილი ხიდი დღეს თუ ხვალ, ადრე თუ გვიან ურთიერთმეტევებისა და საღიაზრონების შედეგად აუცილებლად აღსდგება. ჩვენ შერეული ოჯახის წარმომადგენელი ვართ და ერთნაირად შემტკივა გული, როგორც აფხაზებზე, ასე ქართველებზე. გვინდა, რომ ისევ დაბრუნდეს ის კეთილშობილური ურთიერთობა, ის ურთიერთპატივისცემა, რაც არსებობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის, ომის ვეტერან ნაირა მარშანიასთვის ეს წიგნი უკვე მეხუთე ნაშრომია. ავტორის მთელი შემოქმედება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იგი კიდევ ახალი რუსულენოვანი წიგნის გამოცემისთვის ემზადება. მზად არის ახლა ქალბატონი ნაირა მარშანიას ახალი წიგნი, ამ წიგნის რუსულენოვანი თარგმანი შევასრულე მე. აქ გახლავთ ასევე დოკუმენტური ისტორიები, რომლებიც გადახდა უშუალოდ ქალბატონ ნაირას და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს. უპირველეს ყოვლისა მინდა მოვულოთ არა მარტო მას, არამედ ჩვენ საზოგადოებას, რომ გამოვიდა კიდევ ერთი მისი ნაშრომი. ნაირა საერთოდ განსაკუთრებული ქალბატონია. მე ვამაყობ, რომ მე ვარ იმ ქალაქიდან, იმ კუთხიდან, საიდანაც არის ეს თავადისშვილი ქალბატონი. უსურვებდი კიდევ მეტ ნაყოფიერ შრომას, მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი როგორც შემოქმედს მას წინა აქვს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებლური ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალზე სახელწოდებით წმინდა ანდრიას ჯვარი ნაირა მარშანიას სცენარის მიხედვით ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემატიკაზე გადაღებული ფილმი ადრე თუ გვიან დაჯილდოვდა სიგელ გუჯარით. ფილმი გადაღებულია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე, ადრე თუ ქვია, რომელმაც მიიღო მე-11 საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობა და მივიღე სცენარის ავტორობისათვის ჯილდო ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გუჯარის სახელწოდებით. გაიმარჯვა 7 ფილმმა, მათ შორის იყო 4 უცხოელების ფილმი და 3 ქართველების და მე ამაყება, რომ ჩემი სცენარი გამარჯვებულად აღიარეს.